Trump Tower თბილისის შესახებ განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ პარტიებში. მე არ ვინტერესდები რაღაცა კორპუსების მშენებლობით, მე მაინტერესებს ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული განვითარება და შემიძლია ვთქვა რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს არის ტრამპის სამხრეთ კავკასიონის სამშვიდობო და კეთილდღეობის დერეფნის გაგრძელება ანაკლიის ღრმაწვდოვანი პროექტის სახით, რომელიც უნდა იყოს ამ ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი. აი ამ მასშტაბის პროექტებს შეუძლია ჩვენი ქვეყანა გამოიყვანოს ძალიან დიდი ეკონომიკური გაჭირვებიდან, ძალიან დიდი უპერსპექტივებიდან და აქ შექმნას სტაბილურობის კერა. ცალკეული კორპუსების აშენება მე არაფერ მაქვს საწინააღმდეგო თუ რამე აშენდება თუ ხალხი დასაქმდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დიდ სურათზე, დიდ მიზანზე და დიდ ამბიციაზე. და ამ დიდ ამბიციას, ქართულ ამბიციას ეწოდება ანაკლია. ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდიც შემოდის საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციით და ესეც რა თქმა უნდა თავის მხრივ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, თავის მხრივ შემოიტანს ძალიან დადებით პოზიტიურ წვლილს ჩვენს ეკონომიკაში და ასევე ემართან ერთად უკვე ტრამპის ეს გლობალური ბრენდიც კიდევ თავის მხრივ იქნება დამატებითი ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველო არის იდეალური გარემო, სადაც შეიძლება განახორციელოს მსხვილი პროექტი, სადაც ჩადოს მსხვილი ინვესტიცია და რა თქმა უნდა ეს კიდევ მოიზიდავს დამატებით ბიზნესებს.